იცით რა არის თეატრი თავისი არსით არის წინააღმდეგობა. აი საუბრობდით თქვენ რომ ძველმა საბერძნეთმა ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნეში ჩამოაყალიბა ამ დემოკრატიულმა განსაცვიფრებელმა ქვეყანამ და ღირებულებების მატარებელმა ქვეყანამ შექმნა თეატრი. იდეალურად აწყობილი ქვეყანა იყო, მაგრამ თეატრი უწევდა წინააღმდეგობას და ამის გარეშე თეატრი არ არსებობს და სცენაზე 10,000-ობით მაყურებლის წინაშე გამოქონდა განსახილველად საჭირბოროტო საკითხები. იმიტომ რომ სანამ იარსებებს ადამიანი, იქნება კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლა, თავისთავად ცხადია და ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ხელოვნება ცდილობს, რომ მანკიერი თვისებებისგან განკურნოს ადამიანი, ამას ვერ ახერხებს, მაგრამ შეფერხებას მაინც ახერხებს. ამიტომ ძველი საბერძნეთიდან მოყოლებული დღემდე თეატრი ყოველთვის იყო და დარჩება წინააღმდეგობად. ის ვერაფრით ვერ იქნება თავისი არსით და ბუნებით პოლიტიკისგან გამიჯნული და იქნება პოლიტიკის მატარებელი. უბრალოდ ხშირად გვერევა პოლიტიზირებული თეატრი და პოლიტიკის მატარებელი თეატრი. ამიტომ კარგი იქნება თუ ამას გავმიჯნავთ არა მხოლოდ ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, არამედ სფეროს წარმომადგენლებიც თვითონ ჩვენ, რომ ვიცოდეთ, რომ ვილაპარაკოთ სცენიდან, თქვათ სიმართლე და არ ვიყოთ პოლიტიზირებულები, თუნდაც კოლეგებთან ურთიერთობაში.